ურჩობით შეპყრობილი პირველი ქალის, ევას შეცოდებით, კაცთა მოდგმა სასუფევლისგან განყენებული აღმოჩნდა. მაგრამ ყოვლად მოწყალე უფალმა აღუთქვა ადამიანს, რომ თავად განკაცდებოდა ჩვენს გამოსახსნელად. კაცობრიობა დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა მაცხოვრის განკაცების მისაგებებლად. განკაცებისთვის კი საჭირო იყო სიწმინდით გამორჩეული ქალწული, რათა უწმინდესი ძღვენი იესო ქრისტე შესაბამის ჭურჭელში დამკვიდრებულიყო. წმინდა მამათა განმარტებით, თავად ღვთისმშობლის სახელიც მარიამი ერთდროულად ნიშნავს ქალბატონსა და სასოებას. მართლაც ყოვლადწმინდა ქალწული ხომ სამყაროს დედოფალი და ამასთან ერთად იმედი და სასოებაა კაცობრიობის გამოხსნისა. ამიტომ იწყებს ქრისტეს ეკლესია საუფლო დღესასწაულთა ციკლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით. დღეს 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხომაფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრ მღვდელთ მთავართა თანამსახურებით სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წირვას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთიდან ჩამოგბრძანებული მიტროპოლიტი ანთიმოზი და სხვა სამღვდელო პირები. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს, დააჯილდოვა სასულიერო პირი და დაალოცა სრულიად საქართველო. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და მისითა მეოხებითა, მისითა შუამდგომლობითა დაგვეცოთ თქვენ და სრულიად საქართველო და მთელი ქვეყანა წმინდა სამებამ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისათვის, რომ საქართველო გახდა წილხედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ძნელია ამისი ახსნა, მაგრამ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ქართველი ადამიანი გამოირჩევა თავისი გულწრფელობით და ამიტომ უფალმა დააჯილდოვა ქართველი ხალხი ამ დიდი წყალობით. მე დღეს მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ, თუ რა მოვალეობა, რა პასუხისმგებლობა, რა უფლებები გააჩნია, უნდა ჰქონდეს და აქვს ჩვენს ხალხსა, ახალგაზრდობას. ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენს უფლებებზე, ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაკლია ესა თუ ის საჭველი თუ ჩასაცმელი. აბა შეხედეთ ჩვენს წინაპრებს, როგორი ცხოვრება ჰქონდა და როგორი მადლიანი ხალხი იყო, თავმდაბალი ხალხი იყო, როგორ უვლიდნენ ოჯახს. მე გამიგონია, რომ მინდორში რომ გავიდოდნენ და საჭველი არაფერი ჰქონდა პურის მეტი, ბროლის ქვებს დააწყობდნენ ფურთან ერთად, რომ ხალხმა თქვას, რომ ყველიც ქონიაო, თითქოს ის ყველი იყო.
დღეს ადამიანი გახდა მომხმარებელი, დღეს ადამიანი გახდა მომთხოვნი და უნდა იფიქროს იმაზეც, რას აკეთებს თვითონ, რა გააკეთა ან ქვეყნისათვის, ან ოჯახისათვის. არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე. აი ამიტომ როცა ჩვენ ვარბობთ უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ პასუხისმგებლობაზე. პასუხისმგებლობა დიდია ყოველი ადამიანის ღვთის წინაშე. და აი ამიტომ მე მინდა გირჩიოთ, როცა კურთხევა მოგცეთ, რომ დაინახოთ გაჭირვება სხვა ადამიანების და დავეხმაროთ იმათ. ღმერთმა მოგცეს გონება, ღმერთმა მოგცეს გული გონიერი, ღმერთმა მოგცეს ხილვა, ხედვა, რომ ჩვენ დავინახოთ გაჭირვება სხვა ადამიანების. ჩვენთან არის ღმერთი, ჩვენთან ერთად წირვაში მონაწილეობას ღებულობდა მიტროპოლიტი საბერძნეთიდან ანტიმოს ალექსანდროპოლისა და ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და მის თავმოყრებს და ღმერთმა მშვიდობა მისცეს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში ჩამობრძანდა საბერძნეთის წმინდა სინოდის წევრი ალექსანდროპოლის მიტროპოლიტი ანტიმოზი. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოხატავს თავის სიყვარულს, თავის ერთგულებას საქართველოს მიმართ და არის თავის სამწყსოს ალექსანდროპოლის წყემსიკეთილი და ამავდროულად მას სიყვარულიდან გამომდინარე აქვს დიდი სიყვარული იმ ქართველების მიმართ, ვინც ცხოვრობენ საბერძნეთში და ალექსანდროპოლში. ამიტომ ეს დღესასწაული, ასე თქვა, დღევანდელი დღესასწაული ჩვენ აღვნიშნავთ ერთად. მე მინდა მოვულოცო ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ქართველ ერს. ღვთისმშობელი ფარველი ჩვენი ერის და გვწამს ღვთისმშობელი გამოგვიყვანს ჩვენ განსაცდელისაგან და გვწამს, რომ ღვთისმშობელი გაერთიანებს საქართველოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს.